შეშის წვაც გამოიმუშავებს, ანუ წარმოქმნის ისეთივე ჭვარტლს, როგორცაც სიგარეტი. უბრალოდ სიგარეტს იქ დამატებით კიდე ემატება თამბაქოს ფოთოლში და კიდე იქ შესაფუთ მასალებში, წვის შედეგად გამოთავისუფლებული ტოქსიური ნივთიერებები. სხვათა შორის ხეებშიც არის ეს ტოქსიური ნივთიერებები, ანუ წვა წარმოქმნის ამ ტოქსიურ ნივთიერებებს და ჭვარტს, რომელიც არის და ბოლი, ნახშირის შემცველი ბოლი, რომელიც შეიცავს აი ძალიან მცირე ნაწილაკებს, რომელსაც შევისუნთქავთ და ეს ნაწილაკები აზიანებენ ბრონქების ლორწოვანს. მუდმივად ეს ბრონქების ლორწოვანი პასუხობს ამ ნაწილაკებს ანთებით, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი დამცავი უნარი. წარმოიდგინე, როცა პერმანენტულად ხდება ეს მთელი დღე ბუხარი განსაკუთრებით ზამთარში, არა მხოლოდ ბუხარი, არამედ ღუმელი, შეშის, რომელიც მასიურად გამოიყენებოდა 90-იან წლებში, ადამიანები ცდილობდნენ არ გაყინულიყვნენ და შიმშილით არ მომკვდარიყვნენ, ხო, ეს იყო ჩვენი გადარჩენის. ამ დროს გამოიყენებოდა ყველაფერი ნებისმიერი სახის, ვინ უყურებდა იმას, თქვათ, რა სახის საწვავი იყო, ან რა სახის ღუმელი იყო. შედეგი არის, თქვათ, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება იმ ადამიანებში, ვისაც საერთოდ ერთი ღერიც არ მოუწევია ცხოვრებაში. ანუ იმანი ქონია? იქონია გავლენა. ქალბატონები, რომლებიც აი მძიმე ფილტვების მძიმე დაავადებით მოდიოდნენ, ვეკითხებოდით, რომ აი ღუმელი ხომ რითით ბებოდით? რაზე აკეთებთ საჭმელს. და ძალიან დიდი უმრავლესობა ამბობდა, რომ ბუხრით ან შეშის ღუმელით.